11 სექტემბრის შემდეგ გასული იყო სულ რამოდენიმე კვირა, როცა ჩავედი შეერთებულ შტატებში, ფილადელფიაში და მართალი ნიუ-იორკში არ ვაპირებდი ჩასვლას, მაგრამ გადავწყვიტე რომ ჩავსულიყავი და მენახა ეს ადგილი, სადაც ეს ყველაფერი მოხდა. დრო ძალიან ცოტა მქონდა, ჩავედი ძალიან ადრე. დილის 4 საათი იყო და ამ ქალაქის ამ უბანში, სადაც ეს ყველაფერი მოხდა, ისევ და მყრალი სუნი, სადაც ერთმანეთთან იყო შეზავებული ალბათ ადამიანის ხორცის, ქონის, მეტალის, ყველაფერი ერთად იყო აღრეული და ჩემს წინაშე იყო ეს აპოკალიფტიკური სურათი, სადაც ყველაფერი დანგრეულია, ყველაფერი განადგურებულია და ყველაფერი ყარს. და როცა ვფიქრობ 11 სექტემბერზე, ალბათ პირველი განცდა რაც მე მებადება ეს რომ ეს ყარს, იყო მყრალი მოვლენა იყო ჩვენ ცივილიზაციის ისტორიაში და ჩვენს თაობაში, რასაც ჩვენ შევესწარით. ამდენად რა თქმა უნდა გულს ამრევს გახსენებას კი იმაზე რაც მოხდა. შეიძლება თუ არა ამის თავიდან აცილება ეს ძნელი სათქმელი არის, ანკეტდება თუ არა ამის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ეს დამოკიდებულია მიდის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ანკეტება მიმართულებით. ერთი რამ გაარკვია 11 სექტემბრის მოვლენებმა, რომ ის რაც ყველაზე მეტად არის საჭირო ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს პლანეტაზე, არის უნარის გამოძებნა და გამონახვა, რომ ყური დაუგდოთ ერთმანეთს. 11 სექტემბერს რა თქმა უნდა ვერანაირი გამართლება არ ექნებოდა, ვერასდროს ვერ იტყვი რომ ოდესმე 11 სექტემბერს იყო პოზიტიური მოვლენა, რა თქმა უნდა ვერ იქნება. მაგრამ ქრისტიანობაშიც არის ეს აზრი, რომ ცუდი არასდროს კარგი არ არის, მაგრამ ცუდ შეიძლება მოყვეს კარგი. არა იმიტომ რომ ცუდი კარგი, არამედ არის შანსი რომ ცუდს მოყვეს კარგი. ჯვარცმა მაცხოვრისა იყო ძალიან ცუდი მოვლენა, მაგრამ მას მოყვა მაცხოვრის მკვეთი თაღდგომა, რომელიც კარგი მოვლენაა. მაგრამ ეს კარგი ცუდზე არ არის დამოკიდებული, ამის თქმა მინდა. ამას იმიტომ ვიძახი, რომ 11 სექტემბრის შემდეგ განვითარდა ისეთი მოვლენები, რომელმაც შეიძლება კარგ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ბევრი საზოგადოებაში ბევრი ადამიანი და პლანეტაზე ბევრი ქვეყანა დაფიქრდა იმის შესახებ, რომ ჩვენ წლებისა და ათწლეულების და შეიძლება საუკუნეების განმავლობაში ქონდა განსხვავებული წარმოდგენა და დამოკიდებულება სხვა რელიგიების ადამიანების მიმართ, სხვა კულტურის ადამიანების მიმართ და აღმოჩნდა და დავინახეთ, რომ ამ წლებისა და საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ხელი მოგვეცარა დაგვეგდო ყური ერთმანეთისათვის. და ის რაც შეიძლება ალბათ ვისწავლოთ 11 სექტემბრის საშინელი ტრაგედიის შემდეგ, რომ ყური დაუგდოთ ერთმანეთს და ვისწავლოთ პატივისცემა განსხვავებული აზრის, განსხვავებული კულტურის, განსხვავებული რელიგიის. როცა ადამიანი იბადება, რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა რომ წარმოვიდგინოთ რომ ჩვენ ვიბადებით ქართველებად, სომხებად, რუსებად, მაგრამ პირველ რიგში, როცა ადამიანი იბადება, ბავშვი რო იბადება, ეს არის ადამიანი და ეს არის ბავშვი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც კი შეიძლება თავისი ამ ქვეყნაზე მოვლენებით ადამიანმა მოიტანოს. ჩვენ თუ შევძელით ამის დაფასება, რომ ადამიანი არის მთავარი, ადამიანი არის მნიშვნელოვანი და ამით ამ ადამიანობით ჩვენ ყველა ადამიანის დად და ძმად შეიძლება მოვიაზროთ ჩვენი თავი. და იესო ქრისტეს მოვლენების მთავარი მიზანიც ის იყო, მთავარი რაც მაცხოვარმა თქვა და მოიტანა, რომ ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები, ჩვენ ყველანი ვართ დები და ძმები და ის რაც ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მიმართ გამოვხატოთ და ერთმანეთთან ურთიერთობაში გამოვხატოთ, ეს არის სიყვარული, პატივისცემა, მოგზაურობა, გაგება და ყურის დაგდება, რაც ალბათ ძალიან საჭირო არის და მნიშვნელოვანი. შეიძლება თუ არა მომავალში მოხდეს რელიგიებს შორის დაპირისპირება. აზრი იმის შესახებ, რომ რელიგია რელიგიას ებრძვის მცდარია, ძირშივე მცდარია, იმიტომ რომ რელიგია თავის კრისტალურ წარმონაქმნს მოვლენა, როგორც მოვლენა, გამიზნულია და ემსახურება იმას, რომ ადამიანებმა შეძლონ ჰარმონიული თანამშრომლობა და ცხოვრება ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, რელიგიას აქვს მეორე მხარე, ინსტიტუციური მხარე. და ინსტიტუციას, რა თქმა უნდა, არც ერთ ინსტიტუციას, მათ შორის რელიგიურ ინსტიტუციასაც არ აქვს სული და ვერ მოვკითხავთ მას სიყვარულის, პატივისცემის, თანაგზნობის გამოხატულებას, მაგრამ ამ ინსტიტუციებში არიან ადამიანები, რომელთაც მოეკითხებათ სწორედ ამ გზნობის, პატივისცემის, თანაგზნობის, სიყვარულის გამოხატვა. ამდენად ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ რელიგიებს შორის არის ბრძოლა,
ამდა შეიძლება იყოს ომი, მაგრამ რელიგია ყოველთვის შეიძლება იყოს ძალიან მარჯვედ გამოყენებული პოლიტიკოსების მიერ, რელიგიური წრეების მიერ, იმისათვის, რომ ადამიანთა ერთი ჯგუფი მეორე ჯგუფს დაუპირისპირდნენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არის, თავარი არის არა რელიგია, რელიგიური წამსი, არამედ ის სიძულვილის განცდა, მე და სხვა მის განცდა და არა ის მე რამ წამს და მე რაზე ლოცულობ. ამ შემთხვევაში ხდება რელიგიის და ფიქრობ, მაინც მე ღვთისმსახური ვარ და მინდა დავიჯერო, მინდა ვიფიქრო და ალბათ ფიქრობ კიდევაც ესე რომ ის რის გამოც ვარ დღემდე ღვთისმსახური, მე კიდევ ვჯერა, რომ რელიგია შეუძლია ადამიანს ასწავლოს სიყვარული. და თუ რელიგიას ხელი მოეცარა სიყვარულის სწავლებაში, რა თქმა უნდა, მას არანაირი დანიშნულებული ფუნქცია არ აქვს. რელიგიას, ნამდვილ რელიგიას ეს მოვალეობა აკისრია და აუცილებლად გამოჩნდა ნიშნები, პირველი სხივი გამოჩნდა, შეიძლება ითქვას, რომ აი დიდი ტრაგედიის შემდეგ ადამიანებმა დაიწყონ ერთმანეთისათვის ყურის დაგდება, მოსმენა, სწავლა ერთმანეთისაგან და იმისი აღმოჩენა, რომ ჩვენ არც ისეთი განსხვავებულები არა ვართ ერთმანეთისაგან. ჩვენ ერთ პლანეტას ვეკუთვნით, ერთი საგვახურია თავზე, ერთი მიწა გვაქვს ფეხქვეშ, ერთად უნდა ვიცხოვროთ ამ დედამიწაზე და ჩვენ სხვა შანსი, სხვა ალტერნატივა სიყვარულის და თანადგომის გარდა შეუძლებელია რომ გქონდეს. ყველა სხვა ნაბიჯი, ყველა სხვა პასუხი ამ კითხვაზე მომავალთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, სუიციდურია და დამღუპველი იქნება მთელი საზოგადოებისათვის და პლანეტისათვის. ამას ვფიქრობ სწორედ 11 სექტემბერთან დაკავშირებით. მე ვხედავ, მე მჯერა, რომ ამ ყრალ მოვლენას 11 სექტემბრის სახით ექნება მომავალი, რომელიც იქნება ნათელი, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ყურს დაუგდებთ, დავაფასებთ ერთმანეთს, განსხვავებულების მიუხედავად აღმოჩენთ ერთმანეთში, რომ ჩვენ ვართ ყველანი ადამიანები.